მამუკა ხაზარაძეა, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. მამუკა, მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგვიწევს, რა თქმა უნდა, საქართველოში არა მარტო არსებულ სიტუაციაზე, რამდენიმე დღეა დარჩენილი 4 ოქტომბრამდე, არჩევნების მნიშვნელობაზე, იმაზე, როგორ ჩაიარა კამპანიამ, ბოლო დღეებია, რთულია იმის წარმოდგენა, რომ რამე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ასევე თქვენს მოლოდინებზე 4 ოქტომბრის მეორე პლასტის, ასე ვთქვათ, ეროვნული კრების და დაანონსებული რევოლუციის თაობაზე, მაგრამ დავიწყოთ მოლდოვაში არჩევნების შედეგებით, იმიტომ რომ არც ის არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და იზოლირებული, რაც საქართველოში ხდება ამ წლების განმავლობაში. დიდი რუსული თამაშის ნაწილია, თუ აქამდე დასავლეთთან დაპირისპირება რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული პროპაგანდისტული სცენარი იყო, ახლა როგორც იქნა დასავლეთმაც ეს მიიღო მოცემულობად. და მარტო მოლდოვა როგორც ჩანს არ დარჩა ამ ბოლო ერთ წლის განმავლობაში განსაკუთრებით რუსეთის პირისპირ და ეს არჩევნების შედეგებსაც დაეტყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შედეგებს, რა განსხვავებებია საქართველოსა და მოლდოვას შორის? პირველ რიგში მინდა მივილოცო მოლდოველებს ეს გამარჯვება და აქვე მინდა ვთქვა, რომ მოლდოვა საკმაოდ სერიოზული ინტერესის სფეროშია რუსეთის. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და თავის დნეპრისპირეთით უკრაინასთან მეზობლობით და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. და აქვე მინდა ვთქვა, რომ არ დაუკლია რუსეთს არაფერი, თუ მეტი არა, რბილი ძალიდან დაწყებული, ესე ვთქვათ, არარბილი ძალით და იმ პროვოკაციებით, გაყალბებებით და ასე შემდეგ, რაც მათ მოლდოვეთში ჩაატარეს. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ მოლდოველებმა მოახერხეს კონსოლიდირება და არჩევნების გზით შეცვალეს ხელისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ შესაძლებელია, რომ რუსეთი დაამარცხო თუ იქნება კონსოლიდაცია, თუ იქნება ერთიანობა და მიზნისაკენ მიზანმიმართული სვლა. ეს ძალიან ნათელი მოგებაში ჯერ კიდევ წინა არჩევნები და ახლა ეს კონსოლიდაცია როგორც მოვიდნენ ისინი დღემდე. და სწორედ ჩვენი გადაწყვეტილება ამას ეყრდნობა, რომ როცა ვებრძვით არა ბიძინა ივანიშვილს მარტო, არამედ მის უკან უზარმაზარ მანქანას, ასე ვთქვათ, რუსულ მანქანას და მათ სტოურებს საქართველოში, ეგრეთ წოდებული პრემიერის და მისი, ასე ვთქვათ, კლანის სახით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სისტემის დაშლა შესაძლებელია თუ ჭკვიანად ვიმოქმედებ და ჭკვიანი მოქმედება ჩემი აზრით არის ის, სადაც ძალიან ბევრჯერ დაუშვით ჩვენ ოპოზიციამ შეცდომა კრიტიკულ მომენტში არ მივიღეთ და არავისკენ ხელს არ უშვერ ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას გამოიყვანდა ამ მდგომარეობიდან. ერთ-ერთი ის არის ჩემი ხრმარწმენით, რომ დღეს ნაწილი ოპოზიციის ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს და კიდევ ერთხელ გავმარტავ ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ მოგებულ ქალაქებს და ამათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქ თბილისს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, მიუხედავად გაყალბებისა, მოვიგეთ სულ რაღაც 1 წლის წინ, ჩვენ ამას, ესე ვთქვათ, ნაწილი ოპოზიცია, ესე ვთქვათ, თმობს და უთმობს ბიძინა ივანიშვილს. მე მინდა უბრალოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან დიდი პატივისცემა ქართული ხალხის და მისი სიბრძნის. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავიარეთ ერთად, განსაკუთრებით დამოუკიდებელ საქართველოში, ვნახეთ გადატრიალებაც, სისხლიანი, ესე ვთქვათ, ქუჩებიც, ვნახეთ დაპირისპირებაც და მე მგონი რომ რაღაცა ვისწავლეთ, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ქართული ხალხი მაინც იღებს სწორ გადაწყვეტილებას და როცა ებრძვი დიდ მონსტრს, მას უნდა გამოაცოლოს საყრდენი. ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი არის თბილისი, რომელსაც ერთადერთი პირდაპირ ლეგიტიმური არჩევნებით და ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ ირჩევს ქალაქის მერს. ამიტომ აი ამ მოცემულობის ხელიდან გაშვება, როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1 წლის წინ გაყალბების და მიუხედავად ქართულმა ოცნებამ თბილისი წააგო თავის კაპიტნებით, თავის ესე ვთქვათ, გაჟონვებით და ყველა იმ მექანიზმით, რაც ვერ მოახერხეს. თბილისის გაყალბება ვერ მოახერხეს. კითხვა მაქვს, არ უნდათ მოგება თბილისში, რა თქმა უნდა უნდათ. და როცა ეს შედეგი მიუტანეს ბიძინა ივანიშვილს 24-ში და უთხრეს, რომ აი მოვიგეთ მთლიანად, ეგრეთ წოდებული მოვიგეთ, მაგრამ თბილისი წავაგეთ, რა რეაქცია ექნებოდა ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილს ექნებოდა მის, ესე ვთქვათ, გარემოცვას, რომ უნდა მოახერხოთ ისე, რომ ხალხი არ მოვიდეს ადგილობრივ არჩევნებზე და მისთვის ეს არის ყველაზე სერიოზული დარტყმა და ამ სისტემის ჩამოშლისთვის, თუ ისინი დაკარგავენ თბილისს. და შესაბამისად
დღეს მივიღეთ ის მოცემულობა სამწუხაროდ მე არავისკენ ხელს არ ვიშვერ, არავის ესე თქვათ, კიდევ ვიმეორე რომ ჩვენი სტრატეგია თქვენ მგონი ყველამ გაიგო, მედიამაც და ყველამ რომ არავის არ უპასუხოთ იმ შეურაცხყოფილ განცხადებებზე და მე გავა დრო და მე მგონი ვისაც ცოტა გონება აქვს ისინი მიხვდებიან რომ სერიოზული შეცდომა დაუშვეს აი ამ ბოლო 2-3 თვიან კამპანიაში როგორც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ეს ცალკე თემაა. დღეს სამწუხაროდ ნაწილი ადამიანებისა თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ეს რას ნიშნავს, რომ არ მიხვიდი არჩევნებზე. ახლა მე მინდა მეგობრებს უთხრა, ახლა ისეთი ადამიანები გამოდიან უკვე ამ ბოლო დროს ეთერებში, რომელთაც უკანა წას პოლიტიკური პარტია არც რაღაცა ესე თქვათ მათი აქტიურობა ჩანდა, დიდი ხანია ისინი დაკარგულები იყვნენ ეთერებში და მოუწოდებენ აი ამ ესე თქვათ ნარატივს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვა არის სახელების და გვარების დასახელებას არ მოგთხოვთ, მაგრამ გულისხმობთ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, საზოგადოების ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ის ადამიანია, რომელიც ძალიან აქტიური იყო და იძახოდა, რომ პოლიტიკოსები არ მოვიდნენ, ესე თქვათ, გახსოვთ თქვენ წინა, ესე თქვათ, უზარმაზარი მიტინგები, რომ პოლიტიკოსები არ გვჭირდება, პოლიტიკოსები ეს არის ხალხი, პატრონი არ აყავს ამას არ აყავს ხელმძღვანელი, ხალხი მოიგებს. არანაირი პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური პარტიების გარეშე არ არსებობს და პოლიტიკოსების გარეშე, რომლებიც იღებენ პასუხისგებლობას კონკრეტულ ქცევაზე და შედეგზე. დღეს მე რასაც უყურებ, სამწუხაროდ, ყველა რატომღაც უკვე ბატონი პატა ბურჭულაძისგან იშორს ხელს. და როცა კითხვა ჟურნალისტების კითხვა რომ აი თქვენ მონაწილეობთ პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე მახლაპარაკი ამ პროცესში არა ჩვენ უბრალოდ დავესწრებით აი ბატონი პატა ატარებს იქ რაღაც ისე თქვა შეხვედრას და 4 საათზე იწყებს და 8 საათზე ამთავრებს მე კიდევ ვიმეორებ არანაირ შეფასებას არ ვაკეთებ უბრალოდ მე ეს გეგმა არ ვიცი რა გეგმა და სადაც გეგმა არ ვიცი მე იქ არ მონაწილეობ და შესაბამისად მინდა გითხრათ რომ ჩვენი პარტიის წევრები ყოველთვის იყვნენ აქციებზე ყოველთვის ეს მე მგონი ცნობილია მაგრამ იქ სადაც სცენარი არ არის ცნობილი ჩვენთვის და ორგანიზატორები არა ვართ და ინფორმაცია არა გვაქვს მოდით და იქ გაიგებთ ეს ჩემთვის არის მიუღებელი ამბავი ახლა უბრუნდები ისევ იმ თემას რომ კონსტიტუციით და არ მარტო კონსტიტუციით ღმერთი აძლევს ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანს თავის ხმას რომელიც უკვე სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ითარგმნება არჩევნებში რომელიც კონსტიტუციით არის გაწერილი და როცა შენ მოგიწოდებე რომ ეს ხმა არ გამოიყენო თუნდაც იმიტომ რომ შენი ესე თქვა პროტესტი გამოხატო ან ბოლო-ბოლო დახიო ბიულეტენი ან არაჩუქო ეს ხმა შენ მოწინააღმდეგეს არ მისვლა არჩევნებზე არის მოწინააღმდეგისთვის ამ შემთხვევაში კალაძისთვის თბილისზე ვისაუბროთ ესე თქვა საჩუქრის გაკეთება არ მიდიხარ არჩევნებზე კალაძეს აძლევ ერთ ხმას ხო ესე იგი მე მინდა თქვა ეს აწყოს ბიძინა ივანიშვილს მის წისკვილზე ასხამ წყალს თუ თლიანად ოპოზიციის ინტერესებშია. მე პირდაპირ მე მგონი ხა ნათელია რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის წისკვილზე დასხმული ესე თქვა წყალი, იმიტომ რომ თუ მოქალაქეები, რომლებმაც მოიგეს ერთი წლის წინათ თბილისის არჩევნები იმ კიდევ ვიმეორებ გაყალბების პირობებში, იმიტომ რომ მართლა ისინი ჯადოქრები კი არ არიან ესე რომ ყველაფერი შეუძლიათ. ხალხის, როცა ხალხი გამოდის და ესე თქვა ბრაზდება მათ წინ ვერანაირი მექანიზმი ვერ გააჩერეს. მოლდოველებმა ხო შეძლეს, ჩვენ შევძელით ერთი წლის წინათ. ამიტომ მე თბილისელებს მინდა მე თბილისში დაბადებული, გაზრდილი ესე თქვათ ადამიანი ვარ და როგორც თქვენ ჩემო მეგობრებო, ჩემი თაობის ან ახალგაზრდა თაობის ახალგაზრდობაში უბანზე ჩხუბშიც მიმიღია მონაწილეობა და ასე შემდეგ და როცა ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ ხდებოდა ეს რაღაცა რომ უბნელები კი არ არჩევდნენ იქ საქმეს რომ ესე თქვა ვინ არის მართალი თქვა უბრალოდ იკრიბებოდნენ და თავისი ღირსების რაღაცავა და მე ეს ყველაფერი თავდებოდა შერიგებით და ჩაერეოდნენ ესე თქვა უფროსები და ასე შემდეგ და მე ისევ თბილისი მაინც ყველა ერთმანეთს იცნობდა და ისევ მეგობრულად გრძელდებოდა ყველაფერი. ეხლა ეს გაბრაზება ჩემო მეგობრებო რომელიც ყველას დაგროვილი გვაქვს სხვა სფეროში სოციალური იქნება ეს თუ თქვენი ოჯახის წევრის დაჩაგვრა თუ თქვენი ოჯახის წევრის სამსახურიდან ესე თქვა თუ ეკონომიკური თუ ასე შემდეგ ეს უნდა გამოხატოთ რაღაცაში და მინიმუმ იმას მაინც ნუ გავაკეთებთ რომ ეს თქვენი ხმა რომელიც თქვენია და 4 წელიწადში ერთხელ გეძლევათ უფლება რომ ეს გამოიყენოთ აჩუქოთ იმ ადამიანებს და იმ კონკრეტულ ადამიანს რომლის კორუფციული საქმიანობა რომლის მოღვაწეობა რომელთა პოლიტიკა რომელიც სრულიად რუსულია ის მაფიოზური მართვა რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩამოყალიბებული ამ ქვეყანაში რომლებიც ერთი ჯიხურიდან 650 მილიონს ათეთრებენ და აკრობენ და მე რე ხრება ეს ინფორმაცია
ინფორმაცია, ესე თქვა მთლიანი ესე თქვა საინფორმაციო სივრციდან და უამრავი რაღაცა რომელიც ახლა აღარ მინდა ჩამოთვალო, მე მგონი ძალიან კარგად ავება. ყველაზე მთავარი, ჩვენი სწრაფვა თავისუფალი სამყაროსკენ და დემოკრატიისკენ და თავისუფალ ხალხთან და მეგობრებთან. ხო, ყველაფრის იზოლაცია გააკეთეს და ამ დროს მე კიდევ მეორებ, ყველა აქციაზე ვიღებდით მონაწილეობას. ამ დროს თქვა რომ მე გავალ აქციაზე და არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ბოიკოტში ვარ, ეს არის დიდი შეცდომა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში შეგნებულად თუ შეუგნებლად, ესე თქვა, ჩართვა. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მოგიწოდოთ ამას საბოლოო ჯამში ისტორია გვაჩვენებს, ვინ იყო მართალი. მე ამ პროცესზე პასუხისმგებლობას ვიღებ, როგორც პოლიტიკოსი და ჩემი გუნდი, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკოსმა თავის საქმეზე და ნაბიჯზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა. მე ამ პროცესზე ვიღებ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მარტო რუსთაველი არ არის საქართველო და მარტო რუსთაველი არ არის მთელი თბილისი. და არის ხალხი, რომელსაც აქვს ამოსული კისერში, მაგრამ ვერ გამოდის ასაკის გამო, სტატუსის გამო, საჯარო მოხელეობის გამო, უამრავი რაღაცის გამო. და ამ ადამიანებს ეუბნები რომ მაინც გაგიყალბებენ და მაინც ვერ გაგვიყალბეს ერთი წლის წინათ. ვერ გაგვიყალბეს თბილისი მოგებული გვაქვს. ეს უნდა დაიჯეროთ ჩემო მეგობრებო. ამის უნდა გწამდეთ, რომ თუ ბევრნი გამოვალთ, კალაძე ესე იგი გეუბნებით ვერ გაასწრებს თბილისიდან, ისე მოკურწყლოს აქედან აღარ გავაგრძელებს საით. თავის კორუმპირებულ გუნდთან ერთად. და თუ თბილის გამოაცლი გეუბნებით ეს დიდი ვითომ დიდი რომელიც ეს თქვა ქათმის ფეხებზე დგას სინამდვილეში იმიტომ რომ კორუმპირებული და ჩამომპალია მათი სისტემა დაიწყებს სტრუქტურულად რღვევას რომ წარმოიდგინოთ რომ თბილის ყავს ახალი მერი ირაკლი კუპრაძე სუფთა წარსულის ადამიანი ორი პარტიის მხარდაჭერილი სამწუხაროა რომ მეორე ორმა პარტიამ ესე თქვა უბრალოდ არ მიიღო ამაში მონაწილეობა არც განხილვებში და ასე შემდეგ ხო ამიტომ მოდით რა ცოტა მე რამდენჯერ უნდა დაუშვათ შეცდომა ხოლმე იმის გამო რომ 4 წელიწადში 20 წუთი დახარჯო იმისათვის რომ მიხვიდე რა არაჩუკო შენი ხმა კაი კუპრაძე არ გინდა კალაძეს ნუ აჩუქებ ხმას გესმით ამაშია საქმე ამიტომ კიდევ მეორე რა ვიცი ესეთი გამოთქმა რომ ქართველებიო მარტო სხვის შეცდომაზე არ სწავლობენ თავის შეცდომაზე არ სწავლობენ და ეს მე რამდენჯერ უნდა დაგვემართოს უკვე და ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას დაუჭიროთ გამოვიდეთ არჩევნებზე აქციაზეც დავდგეთ მაგრამ კიდევ მეორებ აქციაზე დადგომაც ჩემთვის უნდა იყოს გასაგები ყოველ შემთხვევაში ის კონკრეტული დღე მოდით ასეთ ადამიანებს ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ თუ გაქვთ ეს არგუმენტი პრინციპში ნუ აღარ არსებობს ისეთი თემა რომელიც ან თქვენთან ან თქვენი წარმომადგენლების მეშვეობით სტუდიებში არ გარჩეულა მაგრამ ახლა მე მგონი ამ ბოლო დღეებში მას განსაკუთრებული აქტუალობა აქვს თქვენ ამბობთ რომ ჩვენ გვაქვს ანუ ოპოზიციას აქვს მოგებული თბილისი ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის მაგრამ ეს იყო საპარლამენტო არჩევნები, საერთო საარჩევნო ბალანსი სხვაგვარად დაჯდა ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით რეგიონებში არსებულმა გაყალბების სისტემებმა არა მარტო რაღაც გადაწერა, მაგრამ თელმა ამ სისტემამ იმუშავა და დადგა ის შედეგი, რომელთაც ყველა არის უკმაყოფილო. ამიტომაც არალეგიტიმურად თქვენს მიიჩნევთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პარლამენტში არ შეხვედით, მანდატებიც გააუქმეთ და მიგაჩნიათ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაწერა. მივანიჭეთ ამ თავრობას. თქვენი ოპონენტების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ თბილისში კონცენტრირებულად მათ არ ჭირდებოდათ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით რაღაცის გაყალბება, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით მათთვის სასურველი ბალანსი ჯდებოდა. და ახლა რადგან უკვე თბილისში ამის საჭიროება შეიძლებოდა გაჩენილიყო, რომ მოინდომონ მაინც იმ ციფრს დაწერენ, რა ციფრიც მათ სურთ. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი საწინააღმდეგო კონტრარგუმენტი იმისთვის, რომ ამ მოლოდინის მიუხედავად ადამიანი რომელიც არის ხელისუფლების მიმართ რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თუმცა უფრო სწრაფად რაღაცის დამთავრების მომხრეა და არჩევნების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული ოცნების პირობებში მაინც მოვიდეს არჩევნებზე და თუნდაც ირაკლი შემოხატოს. კარგი კითხვა. თუ ეხლა ჩვენ ვინც გვისმენს ამ და ვინც აკვირდება პოლიტიკურ პროცესს და იცის გაყალბების მასშტაბები და მოდით შევთანხმდეთ რომ 35 წელია ამ ქვეყანაში არც ერთი არჩევნები არ ყოფილა გაყალბების გარეშე. აი ესეთ სუფთად რომ ყველა აღიაროს ორივე მხარე რომ ეს რა მაგარი არჩევნები ესეთი არ ქონია ჩვენ. მაგრამ ჩვენ ვიცით გაყალბების მასშტაბი. გაყალბების მასშტაბი არ შეიძლება იყოს 50%, 60%. გაყალბების მასშტაბს და რესურსს აქვს თავისი ლიმიტი. და ამ ლიმიტის გადატეხა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები გამოდიან, გაბრაზებულები და ამბობენ, მე მივდივარ და
ბოდიში და დედას გიტირებ დიდი ბოდიში ამ გამოთქმაზე. აი ამ მდგომარეობაზეა დღეს ქართული ხალხი მისული. ამიტომ კიდევ ვიმეორებ ამ ინსტრუმენტს ნუ აჩუქებ ბიძინა ივანიშვილს, მე არაფერს არ ვლაპარაკობ. ნუ აჩუქებ ამას. ამ ინსტრუმენტს, რომელიც შენია, რომელიც მარტო შენ გეკუთვნის. ნუ აჩუქებ კახა კალაძეს, რომელსაც აკრიტიკებ ყველაფრის გამო. და ტელევიზორთან ნუ გამოხატავ მარტო ამ პროტესტს. მოდი და ეს ხმა არ აჩუქო, გესმით? აი, ნუ ჩაუთვლი, მე მინდა კიდევ ერთხელ კარგად ავხსნა, არ მისვლა არჩევნებზე, ნიშნავს, რომ შენ ხმას კახა კალაძე, ესე თქვა, იწერს, კორუმპირებული კახა კალაძე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს არის თეორიული მსჯელობა, რომ ეხლა კონცენტრაციას თბილისზე გააკეთებენ, იმიტომ რომ ნახეს, რომ წააგეს, მაშინ მომავალ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აუცილებლად იქნება, მე გეუბნებით, რომ აუცილებლად დაინიშნება ამ კრიზისის ფონზე, ადრე თუ გვიან დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ეს იგივე საუბრები შეიძლება შემოაგდოს კიდევ ვიღაცა და პირდაპირ გეუბნებით, ამ ნიჰილიზმის დანერგვას უწყობს ხელს სუსი, უწყობს ხელს რუსი და ყველა ის ადამიანი, რომ მე და თქვენ და რიგით მოქალაქეებს ჩაგვინერგო, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა რა, არაფერი არ გამოვა და საით გიბიძგებს მერე. და მე გამოვიდა რაღაც ისეთ რევოლუციური დამხობა თუ მშვიდობიანი დამხობა და როცა მეკითხები ადამიანებს, რომ ამიხსენეთ ეს რა ხდება, რა ტერმინია ეს. მე ჩემი ხუთი შვილით უნდა მოვიდე, ხო? უნდა მოვიდე. იმიტომ რომ ბრძოლაში ვარ. რა ხდება, რითი მოვიდე? მარტო დროში თუ მოვიდე, ტარით მოვიდე, ნიჩაბიცა მოვიღო თუ რა უნდა გავაკეთო, ამიხსენეთ რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და როცა ის ადამიანები, რომლებიც ტრიბუნაზე იყვნენ და მაღალფარდოვან სიტყვებს და ლექსებს ამბობდნენ და პოლიტიკოსები არ დავინახოთ და მე თქვენსო, აბა გეგმადადეთ, სად არიან მიხვდნენ, რომ ესე რამოდენიმე გახსოვთ, რამოდენიმე აქცია მარცხი დამთავრდა, ხო, ესე თქვა. ამდენი აგორებული უამრავი ხალხი, მე უცოდ იშლებოდა და მე უკაყოფილება, რომ რა უქნათ, ხვალ რა უქნათ, მე გაჩნდა ესეთი ამბავი. სად არის გეგმა? და გეგმას პოლიტიკოსები და პასუხისმგებლობას უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. და დღეს მე სამწუხაროდ ვერ ხედავ. მე ვერ სამწუხაროდ გარდა პატა ბურჭულაძისა, რომელიც ამას არ ვარ მე პოლიტიკოსი. და აღმოჩნდა, რომ პატა ბურჭულაძე ატარებს კრებას. გაუმარჯოს ღმერთმა. თუმცა ღმერთმა გაუმარჯოს, კიდევ შემოგაშველებთ რაღაც რამდენიმე ვარაუდს და მის მიერ ნათქვამს სიტყვას. არ შევდივარ, გიორგი, გესმით, მე არ თქვენ ხო თქვით, რომ გეგმა სად არის და მე გეტყვით ამ გეგმაზე. ხო, შეიძლება მაყურებელსაც გაუკვირდეს, ჯერ არავინ კონკრეტული არ უთქვავს, მაგრამ მე რა დასკვნებიც გამოვიტანა მინიშნებებით. როგორც ჩანს ბატონი პატა აპირებს ამ დღეებში, რაღა დარჩა პრინციპში სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და ჰაჰა პარასკევი. აი ამ დღეებში მან უნდა თქვას და ვარაუდი არის ასეთი, რომ საუბარი არის რაზე. ისინი ხელისუფლების გადაყენებას ან ულტიმატუმის საყენებას კი არ მოითხოვენ, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის საერთოდ ხელისუფლება, არ ვაღიარებ და მე ახლა ვაფუძნებ ახალ რესპუბლიკას თავისი სახელისუფლებო ორგანოებით. ამ შემთხვევაში დროებითი დავარქვათ პირობითად მე ვარ არ მომისმენია ტექნიკური მთავრობა, ანუ რაღაც ადამიანების რაოდენობა იქნება, რომლებიც ძალაუფლების განხორციელების ტრანზიციულ ეტაპზე აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, აქ ბევრი კითხვებია, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში რაღაცა ტიპის წინასწარი მსჯელობა პოლიტიკურ პარტიებთან იქნება თუ სხვაგან წესით უნდა იმართებოდეს, მაგრამ დაუშვათ ეს ასია. და ამოცანას წარმოადგენს, რომ რეჟიმმა თავისი ძალაუფლების განხორციელება ვერ განახორციელოს, ხო? იმიტომ რომ შენ შეიძლება თქვა, რომ მე ეს ვარ, მაგრამ ეს ვიღაცამ უნდა ცნოს და რასთვარია ის, ვინც აღარ არის, იმან ვეღარ უნდა შეძლოს თავისი ძალაუფლების განხორციელება. შესაბამისად, მოლოდინი იქნება ასეთი, რომ სამთავრობო სისტემა, რეჟიმმა ფუნქციონირება ვერ შეძლოს. ანუ ალბათ რაღაცა გეგმა იქნება, რომელიც ამ ფუნქციონირების შემზღუდავ მექანიზმებს შეთავაზებს საზოგადოებას, იქ შეკრებილ ხალხს, რომ მაგალითად პიკეტირება იქნება ეს თუ ასე შემდეგ. მე ჩემს ვარაუდებს გეუბნებით, რომ ასე იქნება. ამასაც რომ გარკვეული გეგმა და ორგანიზება და კოორდინაცია ჭირდება, გასაგებია, თუმცა შეიძლება ეს გეგმა არსებობს, მაგრამ წინასწარ არ ცხადდება მიზეზების გამო, რომ დავუშვათ მთავრობამ არ მიიღოს რეჟიმე რაღაცა ზომები. აი ამ მოლოდინების გათვალისწინებით ეს რო ითქვას, რომ მოვდივართ თუ დგებით და არსად მივდივართ, ეს ნათქვამია იდეაში პრინციპში კიდეც. ჯერ არ ვიცით გარკვევით რა არის ეს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც შემდეგ ამას მართავენ. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ ზოგადად ამ პროცესის და მათ შორის თქვენი მონაწილეობისას მას შემდეგ რაც ხმები იქნება დათვლილი. ძალიან კაფეოდ მინდა თქვა რა, ესე იგი აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რა, ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა, ისევე როგორც არჩევნებში მონაწილეობა. რა გეგმა აქვს პატა ბურჭულაძეს, იმედია გავიგებთ, მაგრამ
იგი ამბობს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, მას არ აქვს პოლიტიკური პარტია, ეს არის მისი გეგმა და ყავს მხარდამჭერები, მაგრამ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ პროცესზე თავიდან აგულიანებდნენ, დღეს მათი ლიდერები ერთით მე მოვისმინე რომ ზოგი ამბობს რომ რატო 4 ეს არის განგზობიდი ამბავი ხო ყველაფერი ხო მოვისმინეთ ჩვენ ხო ეხლა როდემდე უნდა ვიმსჯელოთ ხო დამთავრდო 4 დღეში თქვენი თქმის არ იყოს უკვე არჩევნებია ხო რაღაცა წერტილები ხო დავსვათ ის პოლიტიკური ლიდერები იშვერენ პატა ბურჯულაძისგან ხელს და მე მინდა მას წარმატება უსურვო ისე როგორც მთელ ქართულ ხალხს მაგრამ კიდევ ვიმეორებ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვიღაცამ ამ პროცესზე. მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვამბობ, მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს, კონსტიტუციური ესე თქვა, ამ პროცესში შევდივართ იმიტომ, რომ ყველა იმ ადამიანის, რომელიც გაბრაზებულია, მათ უთხრათ, რომ შენი ხმა არ უნდა დაიკარგოს და კახა კალაძეს არ უნდა დაუთმო თბილისი. თუ ეს მოხდება, მე გეუბნებით, რომ ქართული ოცნების დაშლა დაიწყება მეორე დღეს. აი ეს არის ჩემი გეგმა. ძალიან მარტივი კონკრეტული გასაგები. მოდიხარ არჩევნებზე 15 წუთი. აძლევ, ესე თქვათ, შენ ხმას არა კახა კალაძეს და არ ძლევ ხმას ირაკლი კუპრაძეს და მე კი ბატონო გინდა ბურჯულაძის კრებაში მიიღე მონაწილეობა, გინდა აქციაზე, სადაც ჩვენი პარტიის წევრებიც იქნებიან, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არა ვართ ამის ორგანიზატორები. ესაც ხო პრობლემაა, გიორგი, ნახე, ხა თქვენ რაც თქვით, ეს გეგმა ჩვენ შევთავაზეთ, მე პირადად შევთავაზე, ზუსტად იმ 4 კოალიციას და პრეზიდენტს, რომლის ფორმატში ვიყავით ჩვენ გაერთიანებულები და თქვით, რომ შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ იმ პოლიტიკურ ცენტრს ოდეს იყო უკვე ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში. დიახ და იმ პოლიტიკურ ცენტრს ჰქონდა იანვარი-თებერვალის პერიოდი. იმ პოლიტიკურ ცენტრს ჰქონდა ლეგიტიმაცია არჩეული დეპუტატებისგან, ოპოზიციური არჩეული დეპუტატებისგან იქმნებოდა. ანუ ეხლა კიდევ ვიმეორებ, არანაირი, ესე თქვათ, არ მინდა დავაკნინო ეს ყველაფერი, მაგრამ ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს რაღაცას. უბრალოდ ხალხი შეიკრიბა და კრება ჩავატარეთ და აღარ მინდა მაშინ სახელმწიფო არ ქონია. ჩვენ არ მოგწონს ეს სისტემა, მაგრამ თუ სახელმწიფოც არ აგვაქვს და არანაირ სტრუქტურას არ ვაღიარებთ, არანაირ ესე თქვათ მემკვიდრეობას არ ვაღიარებთ, კონსტიტუციურ მემკვიდრეობას, ხო? ეს ჩემთვის გაუგებარია. პირდაპირ გეუბნებით, გაუგებარია. აქ მე არ იფიქროს, რომ მე კიდევ ვიმეორებ, ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე და საერთოდ, რა თქმა უნდა, მაინტერესებს გამარჯვება, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ ის გუნდი, რომელიც ჩვენ შევქმნით 4-5 წლის განმავლობაში, ეს გუნდი უნდა იყოს აუცილებლად პოლიტიკურ პროცესში ჩართული და რა თქმა უნდა, მაინტერესებს და დაინტერესებულია, რომ ჩვენი ამორჩევლის ინტერესი გავამართლო, იმიტომ რომ გულწრფელად ვემსახურებით ამ საქმეს და არც ერთ ბრძოლაში უკან არ დაგვიხევია, არც ერთ ბრძოლაში. მიუხედავად იმ ზაკურული ჩანაფიქრებისა და ნაბიჯებისა, რაც ბიძინა ივანიშვილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, ესე თქვათ, ჩემს წინააღმდეგ ახორციელა. თუნდაც ის ბოლო გამოშვება ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ციხიდან, თორე ესე თქვათ, აი ეს ჭორები აეგორებინათ, რომ ესენი გამოუშვეს და ისინი დატოვეს და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებ, მეგობრებო რა, ეს ცხოვრება დღეს არ მთავრდება და არც ხვალ მთავრდება და არც ხვალ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას. სამჯერ დავიწყე ამ ქვეყანაში 0-დან ცხოვრება. მაგრამ როცა მე ტელევიზია და მათ შორის 0-დან რო დავიწყე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 0 და დაწყება იყო კრიმინალებთან ბრძოლაში მოხდი ამ მდგომარეობაში და როცა მე ტელევიზიიდან მესმის, ესე ვთქვათ, რაღაცა ნარატივები, კანონიერი ქურდების ხსენების და ასე შემდეგ, მათ თავის ცხოვრება აქვთ. არჩეული პოლიტიკურ პროცესში შემოსვლის მე ესეც საქართველოს არ მინდა პირდაპირ გეუბნებით. აი ეს რაღაცა თურმე დღეს მოვისმინე რომ თურმე ოცნებასაც ძველი ბიჭები ყავს და სამაგიეროდ აქეთ ვიღაცებს უფრო ავტორიტეტული ხალხი ეს რა სახელმწიფოა მიხსენით. ეს რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ამიხსენით. მე არ მინდა ჩემი შვილები და თქვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები აი ესეთ პაპანიაციამ დიდი ბოდიში ესე თქვა საუბრებში გადავიყვანოთ ეთერებიდან და პოლიტიკური დებატებიდან. ეს ჩემთვის არის მიუღებელი, პირდაპირ გეუბნებით. მიუღებელია. აი ეს ბიძინა ივანიშვილი სხვას არაფერს არ აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი სხვას არაფერს არ აკეთებს. ხალხო, ის ეყრდნობა სულს და კრიმინალებს. და ფულებს მე არჩევენ საღამოს ვინამდე უნდა მოიტანოს. და ვინც არ მოიტანა, მე დაიწყო ეხლა ვითომ რაღაცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ დაიწყო. უბრალოდ ფულის ამოღება დაიწყო, ეს არის მარტივი მეთოდი. ეხლა ბაჩიაშვილის მშობლებზე რო გამოაცხადებ, ეხლა რაღაცას ხო აქვს საზღვარი, ხო? რაღაცა ხო ქართველობას ვამბობთ, რაღაცა თითქოს ტრადიციები ვარ, რაღაც ბაჩიაშვილის მშობლებზე რო 9 წლიან მუხლს წარადგენ, იმიტომ რომ ფული გაქვს რეკეტიორივით ამოსაღები. არა, ამიხსენი ეხლა რა, აი ამიხსენით, ეს ხო ყველაფერი გადასულება. ამიტომ მე რასაც ვლაპარაკობ და რასაც გთავაზობთ, ჩემო მეგობრებო, გთავაზობთ გეგმაზომიერად, გთავაზობდით ოპოზიციონერებს თავაზობდი შეკრული 4 ოპოზიციური პარტია ვიყავით, კოალიცია, პრეზიდენტის მაგიდასთან ვიყავით, უბრალოდ შევქმნათ ალტერნატიული, წყობრი, ლეგიტიმური იმ 61 პლუს
ესე ვთქვათ, გაყალბებული რაოდენობის დაახლოებით ეს 90-100 კაცამდე დამრგვალებული და ამათი ბუნდღა არ იქნებოდა. იქნებოდა კოორდინაცია იმ სამოქალაქო სექტორთანაც, ქუჩასთანაც და ასე შემდეგ. რა მოხდა, ხო? სამწუხაროდ ორი კოალიცია გავიდა იქიდან, მე მესამეც დატოვა. ამიტომ მეორე შეთავაზება იყო რომ სალომე ზურამიშვილი დავაყენოთ ყველაზე რეიტინგული და დაუჭიროთ და კალაძე კი ვერ დაუდგებოდა თბილისში პირდაპირ გეოვნები და დღეს უკვე ვიქნებოდით სხვა რეალობაში. ესაც ჩაიშალა ბოიკოტის პროპაგანდა დაიწყო ისე რომ საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა 1-2 გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილთან და მე თვითონ დაგვებრალისო თვითონ ჩვენ რაღაცა იმედა შეთანხმებიდან გავეთ. არანაირი შეთანხმება არ ყოფილა მეგობრებო ბოიკოტზე. ჩვენ ვამბობდით რომ იანვარში და თებერვალში ბოიკოტის თემა ერთ წლის მომავალ არჩევნებზე შემოტანა არ არის სწორი, იმიტომ რომ იკარგება მთავარი მოთხოვნა, პოლიტპატრიოტების გამოშვება და ახალი არჩევნების მოთხოვნა. მაგას ვამბობდით ჩვენ და მე სამი თვე დავკარგეთ ამ ხალხთან სიარულით რომ აგვიმტკიცებინა რომ არ იყო ეს და დაგვგვიანდა ჩვენი გაწყვეტილების მიღება ვაღიარო ძლიერ საქართველოს დროზე უნდა გვეთქვა რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ იმედი გქონდა რომ ამ ადამიანებს აუხსნით როგორც ეხლა ვცდილობ რომ აუხსნა ჩვენ მოქალაქეებს რომ ბოიკოტი მოგებულ თბილისში არის დიდი შეცდომა. თუ კახა კალაძე და ოცნებას 25%-დან დაუვარდა იმ ცემატყეპის და იმ ესე ვთქვათ უსამართლო და იმ ახალგაზრდებზე გადავლის და ჟურნალისტების ცემით და ამ კორუფციით და ასე შემდეგ რეიტინგი და აქეთ არის თითქმის 70% თბილისელების, რომელსაც არ მოწონს ეს ხელმძღვანელობა. ხა კითხვა მაქვს, რამდენი უნდა გაგიყალბოს? თბილისი უბანი რატო ვახსენე რა? თუ ერთ მუშტად შევიკრებით და გამოვალთ და ვიტყვით რომ ხალხო ვინ არის ეს ხალხი, მოდი გავყაროთ რა, გავყაროთ ოფიციალურად გავყაროთ და მე საღამოს დავდგეთ და ესე ვთქვათ აქციით ვანახოთ ვინა ვართ რა. მაგრამ არა, მიდის პროპაგანდა, მიდის ინტენსიური პროპაგანდა, ვისაც გულით ჯერა მე იმის გადარწმუნებას არ ვაპირებ. მაგრამ აქ ჩვენ ხო ვიცით როგორ მუშაობს სუსი და როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა, ხო? ნიჰილიზმის დანერგვა. ესაც ნიჰილიზმია, გიორგი, თქვენი კითხვა, რაცა თქვენი კი არა, თქვენ კი არა გქონთ ნიჰილიზმი, უბრალოდ თქვენ სწორი კითხვა დამისვით, რომ აი ეს არგუმენტი აქვს მოწინააღმდეგე და ეს არგუმენტები არ დამთავრდება თუ ქმედებაში არ წახვედი და თუ რეალურად არადერთ დილას 4-ში არ მიხვედი და მეზობლები არ წაიყვანე და არ უთხრა რომ მოდი რა არ ვაჩუქოთ ჩვენი ხმა, შვილებო არ ვაჩუქოთ ჩვენი ხმა, კახა კალაძეს, რომელიც არის კორუმპირებული და ეხლა კორუფციის წინააღმდეგ რომ ბრძოლა მიდის. კახა კალაძის გარშემო არაფერი არ ხდება. გესმით? ყველაზე დიდი ეკონომიკური სივრცე თბილისი, ყველაზე დიდი, თითქმის 3 მილიონამდე არის, ესე ვთქვათ, კვადრატული მეტრი ნებართვა გაცემული ამ საწყალ თბილისში. თავზე ვის დაადგამენ რა შენობას უკვე კაცმა აღარ იცის. უკვე აი დილას გაიგვიდა და ბეტონის კედელი გაქვს წინ. და ამ ქალაქში კორუფცია არ ხდება და სადღაც გურია, ვიღაცა გურიის ვანი და ასე შემდეგ. ეხა ვის ატყვევდა? ეხა თავს ნუ მოვიტყვევთ მეგობრებო რა. მე თბილისელებს მიმართავ. კაცურად მოგმართავ და მამაშვილურად მოგმართავ. რა ვიცი, მეგობრულად მოგმართავ. თქვენ ეხა მოგწონვართ, მე თუ არ მოგწონვართ, სწორად გამიგეთ. ეხა მე თქვენი არჩევანია და არც თავის მოწონებას ვაპირებ თქვენთვის, მაგრამ მე რამდენჯერ უნდა გაუშვათ ეს შანსი. წინა არჩევნებზეც ხო გაუშვით ადგილობრივ არჩევნებზე. აღარ მოუყვები რატომ? ვისაც ვიც აადევნებს ამ პოლიტიკურ ამბავს ძალიან კარგად გაგახსენდებათ. მაშინაც ნაბიჯი გადავდგი მე თუ გახსოვთ ერთიანობისკენ. და მელიას მოადგილეობა ესე ვთქვათ ვიკისრე, რომ მეორე ტურში გაგვემარჯვებინა რა. და ეხა თუ ვიღაცას გონია რომ მარტო ერთი ფორმაა ესე ვთქვათ მოგების, მაშინ უნდა აგვიხსნას ადამიანებმა და არა ესე რომ მოდი და მე გაიგებ, ესე რომ უნდა ამიხსნას მე რიგით მოქალაქეს და არ როგორც პარტიის ლიდერს, რიგით მოქალაქეს უნდა აგვიხსნას, რომ ბოიკოტი რა შედეგს დებს. არავინ არ თქოს, ეხლა მეგონი ეს თემა მოკვდა, ლეგიტიმაცია, ლეგიტიმაციის თემა დამთავრებულია დიდი ხნის წინ. არავინ არ აღიარებს ამათ. არავინ აბსოლუტურად აღერად ჩასულიყო ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ჩასულიყო არავინ დედამიწის ზურგზე ამათ ხელს არ ეს არის არალე, მაგრამ ჩვენ კიდე გვინდა რომ უცხოეთში კიდე ვაჩვენოთ რომ ესენი არალეგიტიმურები არიან. მე რამდენჯერ დააჩვენო. ამ დროს თუ ჩაიბარა თბილისი და ჩაიბარა მთელი ქვეყნის მუნიციპალიტეტები, დაგინიშნავს ახალ არჩევნებს გაზაფხულზე პრაქტიკულად ყველა მთელი თბილისი უკვე ბოლომდე და მთელი ქვეყნები და უკაცრავად მთელი მუნიციპალიტეტები ექნება ჩაბეტონებული, დაგინიშნავს და მე დაიწყეს ბრძოლა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. და ამის დაშვება არ შეიძლება. არ შეიძლება ამის დაშვება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ორ ცეცხლშუა ვართ, აქედან ნაცები და ესე თქვა ეს სხვა პოლიტიკოსები გვიტევენ, იქიდან ოცნება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს არის
ერთ-ერთი ბრძოლისველი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიდა. ბატონო, მიხვდეთ იმის, რომ თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არაკეთილმეგობრულ ვითარებაში ხარ და ოცნების მხრიდან გასაგებია. თქვენ ყავთ პარტნიორი და მოკავშირე ამ არჩევნებში, ეს არის კახარია საქართველოსთვის. ამ ხრივ სიახლე გასულ კვირას თუ არ ვშთები იყო ის, რომ თქვენ პირადად შეხვდით კახარიას, მე თქვენს კითხეთ და მასაც და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ქონიათ. გასაგებია, რომ ალბათ შორეულ კომუნიკაციას მოერიდეთ, მაგრამ იქ როცა შეხვდით, რაზე იყო საუბარი და რამდენად შორს მიმავალი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენ შორის რაიმე ტიპის სტრატეგიული თანამშრომლობა პარტიებს შორის და პიროვნულადაც როგორც ლიდერებს. სანამ ამ მემორანდუმზე ვისაუბრებ, მინდა გითხრათ, რომ ირაკლი კუპრაძე ყოველ დღე არის ქალაქში, სხვადასხვა უბანში და სოციალურ ქსელში თქვენ ხედავთ ადამიანების გამოხმაურებას. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აი ნახოთ სხვადასხვა პლატფორმაზეა, Facebook-ი, TikTok-ი, სხვადასხვა rilsები, როგორი გამოხმაურება თბილისელების მხრიდან, რამხელა პროტესტია. და ეს ის ხალხი არ არის ძირითადად, რომელიც რუსთაველზე დგას. ეს ხალხია, რომელიც მუშაობს დილიდან საღამომდე. ესენი არიან დიასახლისები, ესენი არიან მოხუცები, პენსიონერები და ასე შემდეგ. რუსთაველზეს პრინციპში დასაქმებული ხალხიც მიდის. არა, სხვა რას ლაპარაკობ. უმეტესობა ხო. რასაც გულისხმობდით გავიგე, ანუ ის ვინც ვერ გამოდის ყოველ დღე. ხო, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომუნიკაციას და მე ძალიან იმედიანად ვარ, რომ ამ ადამიანებს ესმით, რომ ცვლილება არის საჭირო, მაგრამ ძალიან კარგად არის ასახსნელი, რომ მათ აუხსნათ, რომ სახში ჯდომა და ბოიკოტი არ არის, ესე ვთქვათ, გამოსავალი. რაც შეეხება ჩვენ შეხვედრას, ეს იყო აუცილებელი შეხვედრა, იმიტომ რომ მე თქვენ იცით, რომ ჩვენ ბრიუსელის მერ შევხვდით, ჩასულები ვიყავით და ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომ მე და გიორგი გახარია შევხვედროდით. არაფერი იმაზე მეტი ჩვენ არ გვისაუბრია, რაც არის მემორანდუმი და ეს მემორანდუმი ერთ რამეს განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ კონკურენტები არ ყოფილიყავით. და ესეც ესე ვთქვათ, როცა დაკვეთ არის, რომ აი ერთობა, გაერთიანდი და ასე შემდეგ, გაერთიანების ფორმა გარკვეულწილად, როცა თანამშრომლობები, როცა ერთი ოპოზიციური პარტია მეორეს კონკურენციას არ უწევს და ირაკლი კუპრაძე სწორედ შედახებული კანდიდატია, ისე როგორც გიორგი შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარე. და არაჩვეულებრივი გუნდი ყავს, მიუხედავად ჩვენი რთული ურთიერთობისა, მე აქვე მინდა ვთქვა, თქვენ იცით ახლა ჩემი და გიორგი და მე ვიყავი მაშინაც ინიციატორი, თქვენ გახსოვთ, როცა თქვენ ეთერში, ერთ-ერთ ეთერში, დილის ეთერში განვაცხადე, რომ არჩევნების წინ რომ ეს აუცილებელი იყო ჩვენი 2024 წლის არჩევნებზე ვსაუბრობ, სამწუხაროდ მაშინ ეს არ გამოვიდა, მაგრამ მე ესე ვხედავ, როცა ქვეყანას უჭერს, ყველაფერი უნდა გადადო უკან, ყოველგვარი პიროვნული, ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ დღეს არის ქვეყანა გადასარჩენი, კონკრეტულად რომ მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილის ეს კლანი, ეს კრიმინალური კლანი, რომელიც ქვეყანაში საქმეებს არჩევს და ესე ვთქვათ, აი საქმეების გარჩევა ერთია, მაგრამ ქვეყანა მიყავს პირდაპირ გეუბნებით, უფსკული და ეს შეფუთული აქვს ისე სამწუხაროდ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აჯერებს, რომ თითქოს ეს არის ფორმულა იმისა, რომ იყოს მშვიდობა, რომ იყოს კეთილდღეობა და ამ დროს კიდევ მეორე 650 მილიონი გიორგი ეს მე მინდა მოქალაქეებს აუხსნათ რა მოცულობისთან ხაზია საუბარი. 650 მილიონი $, რუბლი ეკვივალენტი ხო დოლარი არა რუბლები როა ეს ამიშნო გათეთრებას რომელიც გატარდა იმის რა ქვია ერთი ჯიხური თქვენ წარმოგვიდგენთ სამრეცხაო მანქანა შექმნა ამ ადამიანმა ქვეყნის მასშტაბით ადამიანი რომელიც მემაბრალებდა ფულის გათრებას თქვენ წარმოგიდგენიათ ანუ ვიღაცამ რო დიდი ფული გააკეთა გასაგებია მაგრამ თქვენ ის გითხარით როგორც გამოცდილება ფინანსისტმა და ბანკირმა რა ზიანს მოუტანს ეს ქვეყანას თორე ვიღაცამ ფული გააკეთა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ კაცო სარგებლობს სიტუაციის და ისარგებლა რა ფული გადაახურდავა რუსეთს უჭირს დაჭირდა და ასე შემდეგ არა თუ სახელმწიფო ბევრია ასეთი რომელიც ფიქრობს რომ მოდი რა გამოვიყენოთ რუსეთის ძიმე მდგომარეობა ქვეყანას და ხალხს რით აზარალებს ესა გვიხსენით ანუ ვიღაცამ გადაახურდავა მართლა გეუბნებ მე მომისმენია არ ვიცი თქვენ შეგხვდრიათ თუ არა ესეთი ადამიანები ჩემთვის უთქვათ რომ გავიგე რა მაგრამ რუსეთს რო უჭირს მოდი რა მაგაზე ვისარგებლოთ ოღონდ ეს ყველაფერი უკანონო მეთოდებით ხდება ხო გასაგებია მაგრამ რატო დაიჭირეს ეს კაცი ეს იმიტომ რატო დაიჭირეს არა მაგის მეთოდიც არსებობს მაშინ ხალხმა რატო უნდა ინერვიულოს ამით ეს აგვიხსენით რა არა იმიტომ რა ზიანდება ჭუჭყიან ფულთან აქვს საქმე და რა პრობლემები მოაქვს ეს არის უზარმაზარი დარღვევა ფულის გათეთრება
ფულის გათეთრება არის კრიმინალურ სამყაროში ადამიანის მკვლელობის ტოლფასი ამბავი და შენ თუ ამას უწყობ ხელს ამ ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირშია დაბადებული და გაზრდილი, რომელთათვისაც თავისთავად რამე არაკანონიერი საქციელი ცუც მაინც ადამიანს არ ნიშნავს, მით უმეტეს თუ სხვების მეშვეობით მდიდრდები, ანუ რუსეთის მეშვეობით. ეს არის აქ ეხა პრობლემა არის მთავარი ამავე ხალხმა და არა მორალურად გაიგოს, რომ ეს მას და ამ ქვეყნის ეკონომიკას, რეპუტაციას, მისი შვილის მომავალს და ამას აზიანებს. თქვენზე კარგად ეს არავინ არ იცის, იმიტომ რომ რას თქვენ ამ უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან ურთიერთობა გქონიათ, ეს რა შედეგს დააყენებს ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში. მარტივად მინდა აგიხსნათ რა, ესე იგი თუ მაგზას გავყვებით, რომ არაფერს კანონს მნიშვნელობა არ აქვს და რა მოხდა მე არის ნაწილი, რომელიც მიყვება. ამას უბრალოდ მას ჭირდება არგუმენტი, რატო ეს ცუდი. არა, მაგნატილს უნდა უთხრათ, რომ ეს არ არის ქვეყანა და ეს არ არის სახელმწიფო. ეს არ არის, იმიტომ რომ მას რო სხვა დარგში პრობლემები ხდება, სწორედ მაგის გამოძახილია. მას შეიძლება თქვა, რომ აი 600 მილიონი, სადმე 600 მილიონი, სადმე, მაგრამ აი მეორე მხარეს მოიხედავს და მისი ოჯახის პრობლემებია, სასამართლო პრობლემებია და შემდეგ მაშინ იმაზე თქვა, რომ კაცო რა პრობლემაა? მე რეკიდან რომ გამოვაგდებენ სამსახურიდან და აგებ შობელის დაჭერას რო უნდა, მე თქვა, მე რა მოხდა, მე არ მეხება. მასე შეიძლება გახვიდე და განზოგადება ყველაფერზე გააკეთო. თუ ხარ ქვეყანა, უნდა იმუშაო კანონების შესაბამისად, როცა ფარცხალაძეს უხსნი მწვანე დერეფანს, როცა შეერთებული შტატები ასანქცირებს და ეროვნული ბანკი მწვანე დერეფანს უხსნის და შენ აგერ პატარა დარღვევაზე 5000 ლარიან დარღვევაზე გიყადაღებენ ოჯახს და მომიტინგეებს და რაზე იჭერე ხო? შეიძლება იმ კაცმა თქვას, ო კაცო, სად ფარცხალაძე და სად მე არ მეხება და ეს არის, მეტი არაფერი არ არის. ანუ ამის უგუველყოფა ამ ფაქტის კიდე ცუდი ადვოკატი ვიქნები და გეტყვით, რომ ის იტყვის, რომ კაცო, მე სულ არ დავდივარ მიტინგზე, შესაბამისად არც იმ 5,000-იანს არ გამომიწერს. ანუ მე ჩემი ამოცანა რა არის, რომ თქვენმა გზავნილმა მიაღწიოს არა იმ ადამიანებამდე, რომლებიც რუსთაველზე დადიან. თქვენ თვითონ საუბრობთ, იმათ ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. არც იმამდე, რომელიც ტრადიციულად გვიყურებს და იცის, რომ კანონის უზენაესობა, სამართალი, ინსტიტუციონალური ბალანსი, შეკავების თეორიები, ძალაუფლების დანაწილების პრინციპები, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ რიგითმა ადამიანმა თავი გაცვლად იგრძნოს მომავალი აიშენოს. მე იმ ადამიანებისთვის გზავნილი არის ახლა მნიშვნელოვანი, რომელსაც გონია, რომ პოლიტიკას თუ არ შეეხება, პოლიტიკაც არ შეეხება. გიორგი, ნახე, გავმეორდები, თქვენ ეთერში ძალიან ბევრჯერ მithქვამს როცა მასიური შემოსვლა დაიწყო რუსების და მე მაშინ ციფრის ვთქვი, რომ 26,000 კომპანია შეიქმნა სწორედ მაგ ნარატივით, რომ ესე ვთქვათ, რა მოხდა მე კაპიტალის შემოვა და ასე შემდეგ, 117,000 ახალგაზრდა წავიდა 30 წლამდე ქვეყნიდან, იმიტომ რომ იმ ხალხმა ყოველგვარი ვიზების გარეშე ჩვენ ვიყავით მომხრები, რომ ვიზა უნდა ყოფილიყო, დაიკავა ქართველების ადგილი რეალურად დაიკავა და ქართველები გავიდნენ ქვეყნის გარეთ. გუშინ წინ აგერ მთავარმა ბიზნეს იდეოლოგმა პირდაპირ თქვა, რომ ჯენზი უნდა გავიდეს ქვეყნიდან. ანუ ვინ ზედმეტი ეს უნდა წავიდეს. მოდი ახლა განსაზღვროთ ზედმეტი შეიძლება საერთოდ ადამიანზე თქვა, შენ თანამოქალაქეზე, რომ ვინმე შეიძლება ზედმეტი იყოს, შენ ახალგაზრდა მით უმეტეს. მე გეუბნებით სტატისტიკას. შემოვიდა 200 რაღაც 1000 რუსი ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეგვი კი ბატონო ღია ვართ, მაგრამ რამდენმა მიიღო ბინადრობის უფლება, რამდენმა ჩაანაცვლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესი, რამდენს მოუწია ქვეყნიდან გასვლა, ამას მოყვა 600 მილიონი, რაც ჩვენ ვიცით, გათეთრება, რამდენი ესეთი 600 მილიონი შემოვიდა, სად არიან ქართველები ამიხსენი? და ეს ამას ესე შეიძლება პირდაპირ ადამიანს ესე ხელით ვერ მოკიდოს ამ თემას, მაგრამ ეს უნდა იცოდეს, რომ ეს მას ეხება. ეს კონკრეტულად მას ეხება, მის ნათესავს ეხება. და დღეს თუ ჩვენი ეკონომიკა სულდგმულობს, არის ჩვენი ემიგრაციის მე რამდენჯერ ვამბობ ამას. უკვე 4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა შემონატანი წლიური ჩვენი ემიგრაციის საქართველოში და რამდენი ინვესტიცია შემოვიდა და როცა ინვესტიციაზე ლაპარაკობთ, პირდაპირ მინდა თუ ესეთი დეტალური ახსნა საჭირო, რომ ნებისმიერი 25-დან 30,000 დოლარამდე ინვესტიცია ერთ სამუშაო ადგილს ქმნის და დასულია ეს ისტორიულ მინიმუმამდე. გესმით? და ის რომ ამ ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებული გაუმართლა როგორ შეიძლება რომ სხვის უბედურებაზე შენ ააწყო რომ ეს თანხა უბრალოდ საქართველოსკენ წამოვიდა და მეტნაკლებად ეკონომიკური სიტუაცია ეს არ არის სტაბილური ეკონომიკური ზრდა ეს არ ეხება კონკრეტულ ადამიანს გესმით რაშია საქმე რა აქ არის რაღაცა ნაწილი ადამიანმა რომელსაც ხელი მოითმო უზარმაზარი კორუფციით უზარმაზარი შეგნებული და განათლებული ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და მოიწყო რა თავისი ესე თქვა სამრეცხაო მოიწყო
და თვითონ არ ესმის ახლა იმის ახსნა რომ რას ნიშნავს სხვა ქვეყნის ფულის გატარება ესე უკანონოდ ერთი ჯიხურიდან ახლა თუ მაგის ახსნა არის საჭირო ერთი ჯიხურიდან 650 მილიონს გაატარებ მაშინ 10 ჯიხურიდან რამდენია თქვენ რა ამ ხალხს ვისაც ეს კითხვა იმ ხალხს რა მოემატ ამით მაგრამ უნდა დავუსრულოთ ჩვენი საუბარი და გიძნებავთ ამ თემიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა მოგცეთ საშუალება აუხსნათ იმ ადამიანებს რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ რაქნან 4 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლას და მათ შორის თქვენი კანდიდატებისთვის პარტიისთვის მხარის დაჭერას რა მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ მინდა ძვირფასო მეგობრებო მოგიწოდოთ რომ არჩევნები ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებით თბილისში ხას უსვამ, იმიტომ რომ მოგებულია ისევე როგორც 5 ქალაქში, მათ შორის რუსთავი და ასე შემდეგ, 5 ქალაქი წალენჯი ხარ განსაკუთრებით არ შეიძლება რომ იქნას დათმობილი. ამისათვის საჭიროა რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ბრძოლის ბოლომდე მიყვანა არის ორი ფრონტი გადის დღეს ბრძოლის მოგების. ეს არის პროტესტი და ეს არის არჩევნებზე მისვლა და თქვენი ხმის არჩუქება კალაძისთვის. ხმამაღლა ვამბობ. არ მიდიხარ არჩევნებზე თბილისში ოპოზიციურ ამორჩეველს ეხება ეს, ესე იგი თქვენი ხმა თქვენ ჩუქნით თქვენ ხმას თქვენ ჩუქნით კალაძეს. და ამას ნუ გააკეთებთ. ჩემი თხოვნა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია, რომ თუ ყველა ამომრჩეველი ამ შემთხვევაში მიმართავ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს, რომლებიც იმ პარტიების, რომლებიც ბოიკოტში არიან დღეს. ნუ გაუშვებთ ამ შანსს, ნუ აჩუქებთ თქვენ ხმას კახა კალაძეს და ნუ აჩუქებთ ამ ძალაუფლებას კიდევ 4 წლით ქართულ ოცნებას. თბილისის დაბრუნება და თბილისის მოგება ნიშნავს ქართული ოცნების დასრულების დასაწყისს. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ვიქნებით ერთსულოვნები და კიდევ ვიმეორებ მივალთ არჩევნებზე, არ ვაჩუქებთ ხმას კალაძეს და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ პროტესტს. და პროტესტის მოთხოვნა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა. ჩვენი პროტესტის მოთხოვნა ჩვენ რაშიც ვართ ერთსულოვნები და არ გადაგვიხვევი არც ერთი ნაბიჯით გვერდზე. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიორების გამოშვება. ეს არ შეცვლა ლელო ძლიერი საქართველოსთვის და არ შეიცვლება მანამ სანამ ამას არ მივახცევთ. მადლობა მამუკა ხაზარაძეს, არ ვიცი არჩევნებამდე კიდევ გვექნება თუ არა საშუალება ამ გადაცემაში საუბრის, მე მგონი რომ საინტერესო გამოვიდა მაინც შინაარსითაც და ფორმითაც ნახვამდის